კოალიციას ცვლილებისთვის ჰქონდა დღეს ბრიფინგი, სადაც თქვეს, რომ მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული იყო გუშინდელი ამბავი და ყველა ამოცნობილიაო დამგემგვავით შემსრულებელის პოლიციელიც, თვითონ პოლიციელიც. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. თქვენი პოლიტიკური შეფასება რა არის, რა ვნახეთ გუშინ? უმძიმესი კადრები ვნახეთ ყველამ ერთად. ყველა სწორი ასოციაცია გაუჩნდა მაშინვე, ყველა ძალიან სწორად გაახსენდა მზიამაღლობელი სინდისის პატიმრების საქმე. ხო, ჩვენ გუშინ კარგად ვნახეთ, როგორ უსწორდებოდნენ ქალბატონებს, რას უკეთებდნენ პოლიციელებს თვითონ რეჟიმის წარმომადგენლები, როგორ სცემდა ერთწაქცეულ ადამიანს უამრავი რაღაცა ზონდერი თუ ტიტუშკა და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი რასაც ხდება იმის ფონზე, როცა პოლიცია ჯერ ძალიან კარგად ახსნა თქვენმა წინა სტუმარმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლად წამოსულ მარშს მოყვებოდა, როგორ არ გამოჰყვა მას პოლიციის კორდონით, თუ რა ვიცი, შესაბამისი ეკიპაჟი, რომელიც არცილებს, რომელიც ნათლად მიუთითებდა იმაზე, რომ ეს ყველაფერი იყო დაორგანიზებული. როგორც ჩანს, ივანიშვილმა კობახიძემ თუ არ ვიცი რეჟიმის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ ეხლა რაღაცა ისევ ძალის დემონსტრირების დროა და ცოტა ადამიანი დაიჭირეს, ბევრი ადამიანი თავს დაესხა და რაღაცა სავდეს ამითი ისევ ალბათ რაღაცა შიშის დანერგვა საზოგადოებაში. თუმცა პასუხს ნახავენ დღესვე და პასუხს ნახავენ ასევე უახლოეს დღეებში ბუნებრივია, ასევე პასუხს ნახავენ 13 სექტემბერს სხვა აქციებზე და ასე შემდეგ. კი ბატონო, რაც შეეხება დღევანდელ დღეს აქცია კვლავ არის დაგეგმილი, როგორც ვიცი, თქვენც უერთდებით ამ აქციას, რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი, როგორც მელიქიშვილთან, ასევე ფილარმონიასთან. მერე ეს აქცია მას შემდეგ რაც გააპროტესტებს შტაბთან, გადაინაცვლებს რუსთაველზე. ასეთია გეგმა, თუმცა თქვენ გითხარით თუ უერთდებით სრულად, როგორც ვიცი, ხო? გუშინვე როგორც კი ეს ამბავი ხდებოდა მელიქიშვილის გამზირზე ჩვენი კოალიციის წევრთა ნაწილი ადგილზეც მივიდა, ბუნებრივია ვიქნებით დღესაც, ამას ემსახურებოდა ჩვენი დღევანდელი ბრიფინგის გუშინდელი ამბის შეფასებასა და დაანონსებას და მოწოდებას იმაზე, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ რეჟიმს, რომ აქ არავის არ ეშინია და არავინ აპირებს უკან დახევას იქ რომლის მერეც არაფერია, ხო? საბოლოო ჯამში სადამდე მივყავართ ოცნებას ამ რუსულ რეჟიმს იმითი, რასაც ისინი აკეთებენ, ყველანი კარგად ვხვდებით, სადაც საერთოდ ადამიანის უფლებებზე, რა ვიცი, რა ღირსებაზე შეიძლება იყოს საუბარი და საერთოდ რა მომავალზე, ხო? ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ვიყოთ ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, მელიქიშვილზე ჩვენი კოალიციის წევრებიც შეუერთებიან ამ აქციას. კი ბატონო, და მაშინ როცა კალაძის შტაბიდან ასეთი აგრესია მოდის, აბა რა გეგონათ პრინციპით, ეს თქვენი აზრით არის თუ არა სისუსტე მათი მხრიდან, იმიტომ რომ წესით მათ არ უნდა ქონდეთ გასაბრაზებლად საქმე, თუ ყველაფერს აკონტროლებენ ამ ქვეყანაში, თუ ძალაუფლების შენარჩუნების მომავალში ასეთი დარწმუნებულები არიან. ის რომ მართლა ძალიან სუსტად არის რეჟიმი, ის რომ მართლა მიმდინარეობს მათი ჩამოშლა ურთულეს მდგომარეობაში არიან და რაღაცა ვერაფერს ვეღარ აკონტროლებენ, რა თქმა უნდა, ამის დადასტურება იყო გუშინდელი ამბავის მელიქიშვილზე. მე უსმენდი თქვენს მონოლოგსაც და ხო ძალიან ნათლად გამოჩნდა გუშინ, რომ ცალკეული შემთხვევები ქალბატონებზე ძალადობის როგორ არ იყო მთელი ამ თვეებისა თუ წლების განმავლობაში, მაგრამ ესე ორგანიზებულად დამიზნებით მხოლოდ ქალბატონებისკენ გაწევა და მათი ცემა მართლა ალბათ არასდროს მოხდარა და რის დროს რა დროს ხდება, ხო, ეს როცა ისევ რაღაცა თითქოს თავარი მესიჯი ღირსება ქართველობა, ტრადიციები და ასე შემდეგ აქვს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ურთულეს მდგომარეობაში არის რეჟიმი, ის არის ძალიან სუსტად, ახლავს ვერაფერს თავაზობს ვერც საკუთარ მომხრეებსა და ვერც საზოგადოებას მისი ძალაუფლების შენარჩუნებისა, გარდა იმისა, რასაც აკეთებდა, ხო, გინებაც, ემატყება, დაშინება, დაჭერა და ასე შემდეგ. პიკ პოლიციელებზეც იყო საუბარი, რომლებიც ჯერ არ მივიდნენ, მესმის რომ ეს იყო ზემდროების გადაწყვეტილება და მერე მისულ პოლიციელებზეც, რომელთა უმრავლესობაც იქ ხმას ვერ იღებდა და კანონს ვერ იცავდა. უნდა გვესმოდეს, რომ მათ შორის ამ მუნდირში გამოწყობილი ადამიანების რაღაც ნაწილი არის ზუსტად ისეთები უკვე, როგორებიც გუშინ კალაძის შტაბიდან გამორბოდნენ თუ გვერდით გარ ქუჩებში იყვნენ ჩასაფრებული, ეგრეთ წოდებულ ზონდერებად თუ ტიტუშკებად. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა შეძლო და მართლა ღირსეული პოლიციელთა ნაწილმა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მათი რიგები იქნა შევსებული ისეთი ხალხით, რომლებიც აი გუშინ ქალებსა და ბავშვებს სცემდნენ ქუჩაში. ამიტომ ესეც აღარ უნდა გაგვიკვირდეს. მე მჯერა რომ ჯერ კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი არის,
სისტემაში დარჩენილი და ისინი საჭირო დროს თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ სახეში მოხვედრილი ბოთლი იქნება თუ რა ვიცი, მუშტი, რომელიც გუში ხვდებოდა რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან პოლიციელებს, ხო ესე გატარდება, არავინ არც საჩივარს დაწერს და არც შემდგომ რაცა რეაგირებას ამას არ მისცემს. მეტიც დღეს რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელთაც იქეთ აღძრა საქმე მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ხო? ნახეთ დღეს რაღაცა მაშაკი. სადაც რომ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, პირიქით ქართული ოცნების შტაბიდან თითქოს შევიდა წერილი და იქეთ აპირებენ ახლა იმ ადამიანებს აგებინონ პასუხი, რომლებიც გუშინ სასტიკად სცემს. კი ბატონო და აქვე ვიკითხავ თქვენ პოლიციაზე ისაუბრეთ ნაწილობრივ უნდა ვიკითხო ასევე პოლიტიკურ გეგმებზე მაშინ როცა ოცნების დღის წესრიგი ასეთია როგორიც არის მაქსიმალური ესკალაცია სცადეს სცენარი პოლიციის განრიდების და რაღაცა ერთმანეთის მუშტიკრივის გამართვის ხომ რაც საშიშ ტენდენციას იღებს ფიქრობთ თუ არა რომ ისინი ფიქრობენ უფრო და უფრო სასტიკ მეთოდებზე ვითომ მოქალაქეების დაპირისპირების ინსცენირებას, იმიტომ რომ ჩვენ რაც ვნახეთ და ძალიან მალე იდენტიფიცირდა ეს ხალხი, ისინი არ იყვნენ მოქალაქეები, რიგითი მხარდამჭერები, ისინი იყვნენ ოცნების აქტიური წევრები, მაგრამ მაინც აი ოცნების გეგმა, მზაკვრული გეგმა მინდა ვიკითხო ამ მიმართულებით და რა არის პასუხი პოლიტიკური სპექტრისგან რა უნდა იყოს. ის წლების წინ ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმი ახერხებდა რომ მართლა ვითომ მოქალაქეებად შეეფუთა ის ხალხი ვინც თბილისსა თუ საქართველოს სხვა რეგიონებში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე ძალადობდნენ, მათ ეს მეტნაკლებად გამოდიოდათ, მაგრამ ეხლა წე როგორ დავიწოვდა ხო ყველანი კარგად ხედავთ. იქ რაღაცა თვითმმართველობის პრეზიდენტი უნდა იყოს, გამგეობის თანამშრომელი, რა ვიცი, საკრებულოს სიაში ჩასმული ადამიანი ან ოჯახის წევრი. ძალიან ვიწრო წრე დარჩა რეჟიმს რეალურად, ვინც ამ ტიპის დავალებაზე არის წამსვლელი. და ისინი კი ბოლომდე წავლენ ალბათ ამაზე, ბოლომდე შეეცდებიან რომ რაღაც ამ მეთოდებით მოახდინონ რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ პარალელურ რეჟიმში თვითონაც ხვდებიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს იმას, რომ აქეთ ვართ მართლა უმრავლესობა. საგან მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უნდა ნორმალურად ქვეყანაში ცხოვრება. ამას ეძღვნება ბუნებრივია დღეს შეკრება მელიქიშვილის გამზირზეც, ამას ეძღვნება 13 სექტემბრის აქციაც, არ ვიცი, კიდე ალბათ სხვა დიდი აქციებიც, რომელიც გაიმართება სექტემბერშიც, ოქტომბერშიც და ასე შემდეგ. ბრძოლა ბოლომდე მტკიცედ და ორგანიზებულად. ქუჩის საპროტესტო აქციები მტკიცედ და ორგანიზებული არის ის, რაც აუცილებლად ჩამოშლის რეჟიმს და ჩვენ არ დაგვაკარგვინებს იმ შეაძლებლობას, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს. და სულ ბოლოს უნდა კითხოთ ბათუმის კარგად ცოდნის რანგში რიჟვაძის თემასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ვიდეოში არ ჩანს იარაღის აღების კადრი არ აქვს გამოძიებას, ბუნდოვნად ჩანსო. საერთოდ დუმილე ამ თემაზე არაფერი სიახლეა მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე, როცა აი თვითკვლავების წერილიც კი გამოაქვეყნეს, ხომ? თითქოს თავსი კლავდა რიჟვაძე ეს ვერსია აქვს ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად გამოძიებას. თქვენ რა შეგიძლიათ რომ თქვათ ამ ფაქტზე, რას ამბობენ ბათუმში, რომელიც პატარა ქალაქია, როგორც წესი, ყველაფერი იცის. ის რომ შესაბამისი კადრები იმის შესაბამისი კადრები რა ტიპის განცხადებაც იქნა გავრცელებული პროკურატურის მიერ, რო არ არსებობდა ეს ფაქტი იყო, თორე ამას აუცილებლად დროულად გამოაქვეყნებდნენ. ნახო საუბარი არ არის ზოგადად საზოგადოებრივ ინტერესზე, რომელიც საერთოდ არ დაინტერესებს რეჟიმს. აქ საუბარი არის ბოლო-ბოლო რეჟიმის წარმომადგენლების სვამე, ხო ამ კითხვებს. ეხლა პატარა ამბავი არ მოხდარა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო თან, სასიკვდილოდ გაწერეს, ხო? ამიტომ თვითონ რეჟიმის შიგრით მოხვა ამას. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა და მინიმუმ იმ ხალხის დასამშვიდებლად ესეთი კადრები ყოფილიყო, ამას ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრო რეჟიმისა თუ პროკურატურა გაავრცელებდა. ფაქტია, რომ ეს კადრები არ არსებობს, ან არსებობს ისეთი კადრები, რომელზეც სხვა ბევრი რამაც გამოჩნდება, თუ ის იქნება უწყვეტად გამოქვეყნებული, ხო? კარგად გამოჩნდება კიდევ ვინ იყო იმ შეხვედრებზე და ასე შემდეგ. ამიტომაც ალბათ ეს კადრები ზისინათლეს ვერ იხილავს ამ რეჟიმის პირობებში, ან თუ იხილავს, იქნება აუცილებლად რაღაცა დამონტაჟებული და დაჭრილი. დანარჩენს რაც შეეხება გუშინ რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იყო, ხო? გუნდიდან გაგდებულები დაუძახეს უკვე იმ ხალხს, ვინც ბოლო პერიოდში თანამდებობიდან მოხსნეს და რიჟვაძეს აქაც კი არ გაუმართლა, გუნდიდან გაგდებულებშიც ყველაზე სასტიკად მოექცა მას ბიძინა ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები. ხო ის პრაქტიკულად გაწირეს სასიკვდილოდ. მართლა ღმერთმა გადაარჩინა რიჟვაძე. მე ისევ ჩემს საზრდოებში არ მგონია რომ 36 წლის კაცი საკუთარი თავისთვის
ეს როა მე მაინც გონია რომ იქ რაღაც სხვა ამბავი მოხდა თუმცა ეს ესეც რო იყოს ხო წარმოგვიდგენია რა მასშტაბის დაწოლა ყოფილა მაშინ რიჟვაძეზე როცა ეს ახალგაზრდა კაცი თვითმკვლელობაზე მიდის ეს ბევრად უარესია ბიზნეს ევანიშვილისთვის იმიტომ რომ დედამიწაზე არ არსებობს სხვა ადამიანი რომელსაც მაშინ შეეძლო რიჟვაძისთვის იმ მასშტაბის დაწოლა განეხორციელებინა რომ მას თვითმკვლელობა ეცადა ანუ მაშინ წარმოვიდგინოთ რა საშინელებები დაჰყიდდა მას ბიზნეს ევანიშვილმა ხო თუ ის ამ დონეზე მივიდა საბოლოო ჯამში ამიტომ რიჟვაძის საქმე, სხვა ბევრი საქმე, კარგად აჩვენებს უკვე იმას, სადამდე არის რეჟიმი მისული. მაფიოზური კრიმინალური წესებით საქმეების გარჩევა, თავისი წევრების ასეთი და ამ ფორმით დასჯა და ამას ქვია სწორედ ჩამოშლა და ეს არის შეუცვლელი პროცესი და ეს აუცილებლად მივა თავის ლოგიკურ ბოლომდე, როცა რეჟიმი ჩამოიშლება და ჩვენ ამ ქვეყანაში ნორმალურად ვიცხოვრობთ. დიდი მადლობა გიორგი კირთაძეს უსმენდით.